ვარ სოფო მაქანდარაშვილი, პროფესიით ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი. როცა დავამთავრე სკოლა, მაშინ იყო ახალი შემოსული კომპიუტერები. უცხოხილი იყო, ესე რომ ვთქვათ, ამაინტერესა კომპიუტერების აგებულება, მუშაობის პრინციპმა, ნაწილებისგან შედგებოდა და ამიტომ გადავწყვიტე ჩაბარება უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით. ის თეორიული ცოდნა მე ამ კოლეჯში გამოვიყენე პრაქტიკაში. შესაძლებლობა მომეცა თუნდაც კომპიუტერების დაშლა, აწყობა, ნაწილების დიაგნოსტირება, ქსელის აწყობა, სვიჩებთან, რაუტერებთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ანუ ლაბორატორია გააჩნია კოლეჯს, სადაც შემეძლო თამამად მემუშავა და დამეტესტა თითოეული ნაწილი. ქსელის აგება იქნებოდა თუ სხვა ნებისმიერი რამ. მე ვარ ნათია საგინაშვილი, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი. მართალი რომ გითხრათ, ძალიან მომწონდა ეს სფერო, თუმცა არ მეგონა თუ მე შევძლებდი ამ სფეროში სწავლას. მაგრამ აღმოვაჩინე კოლეჯი პრესტიჟი, რომელიც ძალიან დამეხმარა, არა მარტო ცოდნის მიღებაში, არამედ საფუძველი ჩაუყარა ჩემს მომავალ განვითარებას ამ სფეროში. მე ვარ გიორგი ჯავახიშვილი, პროფესიით თექის ხელოსანი. მიზნად ვისახავთ, რომ ვასწავლო სკოლაში ბავშვებს თექის სპეციალობა. ტრადიციები არ დაიკარგოს. მე ვარ დიანა დათიშვილი, პროფესიით ელექტრიკოსი, ამჟამად დასაქმებული ენერგოპრო ჯორჯიაში. თეორიული ცოდნა, რაც მქონდა მრეწველობთან, სადინებთან დაკავშირებით, მინდოდა რომ პრაქტიკულად გამერხმავებინა და ამიტომ გადავწყვიტე რომ დავუფლებოდი ელექტროობას. კოლეჯმა გამხადა უფრო მეტად თავდაჯერებული და ეხლა რომ ვსაუბრობ თუნდაც სადინებზე, ქსელის მოწყობაზე, უკვე თავდაჯერებულად შემიძლია ვისაუბრო. პრაქტიკული ცოდნა ძალიან მეხმარება ამაში. ყველა მეუბნებოდა რომ ეს არ იყო ქალის პროფესია და იყო კაცის პროფესია. რატომღაც საზოგადოება ყოფს პროფესიებად. ჩემი კურსელები ყველა ისე იყო განწყობილი, რომ გოგო ელექტრიკი, რაღაცა როგორ უნდა გააკეთო, შენ ქსელი როგორ უნდა მოაწყო, მაგრამ დღეს მე შემიძლია რომ ქსელი თამამად მოვაწყო და ვიმუშაო ამ პროფესიით. როცა სამსახურის ძიებაზე მიდგა საქმე, მაშინ ცოტა კი მიყურებდა ნეჭვის თვალით, რომ IT გოგო არ არსებობს, თუმცა კოლეჯში ჩაბარების შემდეგ მე დამამსხვრია ეგ მითი. კოლეჯში არაჩვეულებრივი სიტუაცია, ძალიან მეგობრული გარემო იყო. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა თანაკლასელები ბიჭები იყვნენ, მაინც ძალიან კარგად გრძნობდი იქ თავს, არ მიგრძნია მე უმცირესობაში თავი და გონია რომ ისეთივე წარმატებით დავძლიე ეს პროგრამა, როგორც რჩება კურსელმა ბიჭებმა. კოლეჯში სწავლისას ოლიმპიადაში მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე კოლეჯებს შორის. თვლი რომ ალბათ ესეც დამეხმარა სამსახურის დაწყებაში ალბათ. ამჟამად დასაქმებული ვარ ერთ-ერთ ორგანიზაციაში, ვარ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი. ჩემს სფეროში უფრო მეტი ცოდნა შევიძინე და ასევე საფუძველი ჩაუყარა იმას, რომ შემდეგ ამ პროფესიაში განვითარებულიყავი, ახლაც ვსწავლობ და მინდა რომ გავყვე ამ გზას. პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გახდე დღეს დასაქმებული, რადგან ყველა ითხოვს პრაქტიკას, განსაკუთრებით ელექტროობაში. პროფესია, როდესაც გააქვს, მნიშვნელობა არ აქვს, ქალი ხარ თუ კაცი. შენ თავს აუცილებლად იპოვნი. კოლეჯი იმდენ ცოდნას გაძლევს, რომ უკვე შეგიძლია თვით დასაქმებული იყო და კერძოდ იარო ჩვეულებრივად სახლის მომსახურებებზეც. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს პროფესიული განათლება უფრო მეტად მოთხოვნადია ბაზარზე და ის, რაც შეგიძლია ისწავლო კოლეჯში, მგონია, რომ გამოგადგება ყველგან და მეტი პერსპექტივა გექნება დასაქმების.